მოდელიკო მაგრამ დიდებად გეყოფა ის რაც გააკეთე შვილო ჩემი კარგი ბიჭი დედა ჩემი სამაგუში დედა შენი შვილები დედა იამაყებენ შენი ცხოვრები დედა შენი კარგი ცხოვრები კრემლის დღეები დგას საქართველოში. ორი თვია ტირილისა და გოდების ხმები გაისმის ირგვლივ. გლოვის დღეებია. საქართველოს დაანკითხვის დღე უდგას. ყველაზე მწარე ფურცლები იწერება საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაში. ეს რა წელი დაუდგა საქართველოს. ძმა იკვლება ძმათა ხელები. ხარხარებს სატანა. ხარობს ეშმა, სისხლით ვერ ძღებიან ძმათა მკვლელები. ძაგძაგებს ზუგდიდის მიწა, ვეღარ აუდიან ვაშკაცთა საფლავების გაჭრას. ეს მე რამდენია, მე რამდენი ხარ გოჩა და რისთვის, იმისთვის რომ გამარჯვებული საქართველოს ნახვა გეწადა, იმისთვის რომ თავისუფალი სამშობლო გინდოდა სიყვარულსა და სათნოებას ეჟეიმა ჩვენს ქოჯუნდიტაზე. მე თუ შეიძლება მომაყოთ შენდობა ვთხოვოთ. ვარ კი შენდობის დავფიქრე. ან როგორ გითხრა, სამარე შენთვის სულუხი ყოფილიყოსო. რა დრო შენი სიკვდილი იყო, ასეთი ახალგაზრდა ხარ, 29 წლის, სიკვდილისათვის ხლად ნორჩი. შენ ხომ საქართველოსთვის იყავი დაბადებული. შენი სტანები მარტო ოჯახს არ ეკუთვნიან. შენი ნიკი, შენი ხელოვანი სული და ხელები ეს ხომ მთელ საქართველოს ეკუთვნოდა. შენ უნდა გეშენებინა საოცარი ჰაეროვანი სახლები. შენ უნდა გეშენებინა ლამაზი ამაყი საქართველო. ოხ, ბედის ირონია. ასეთი ბიჭი, ვიცი ხელით ხარ, არა კაცის ხელით ხარ, თვით განგმირული. უხილავი გენეტიკა, რომელიც ქართველი ერთ დღეს გამოსვლა რამე გითხრათ, მაგრამ ეს აუცილებელია. ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ იმ დედებს, რომლებიც აქ განან. ბრძოლა დღეიდან იწყება, მეგობრებო. ბრძოლა დღეიდან იწყება, მეგობრებო. ჩვენ ბრძოლა დღეიდან იწყება, მეგობრებო, იმიტომ რომ თურმე ქართველების, აი ამ ხალხის, ჩვენი გოჩა ჯიქიას
მკვლელი, ინიციატორი და საერთოდ ვინც მოკდა საქართველოში, ვინც სიმართლეს შეეწირა, თურმე ის კაცი დღეს საქართველოში ჩამოდის აპირებთან. მაგრამ ის საქართველოში არ ჩამოდის. ვერ ჩამოვა. მე მოგიწოდებდით ყველას, ერთადერთი თავშესაფარი, ჩვენი, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს, დღეიდან იქნება ეს ადგილი. ყველას ვთხოვდით, რომ ყოველ დღე გამოგზავნდეთ ამ ადგილას, სანთლები დავანთოთ. დაღუპულო მშობლებო, არა ხარ თქვენ დაღუპულები. დაღუპულები ამათი მკვლელებია, მათი მშობლებია. ის უნამუსები არიან. ზუგდიდნებო, თქვენი სახელი ქუხს საქართველოში. მალადეც თქვენ. დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ ქუთაისის ზვიადისტები. მადლობა თქვენ. ასეთი თავგანწირისათვის. არ დაიდარდოთ ახალგაზრდებო. არ დაგივიწყებ საქართველოს. იმათ დამპალ ცხოვრებას და ის სიკვდილი ჯობია. არ შეჩინდეთ დედებო. დაირაზმოთ სულ. ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს. ქართველი ქალებს მუდამ გმირობა ჩვევია. ჩვენც გამოვიჩინოთ ეს გმირობა. არ მოპატიოთ სისხლი ამათი. მათი სისხლის უნდა დაიყვაროს. დაიყვაროს შეიძლება ახლა საღამოს ტელევიზორში გამოაცხადეთ, ომისაგან მოუწოდაო. ჩვენ ომისაგან არასოდეს მოგვიწოდებია. ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ომისაგან არასოდეს მოუწოდებია. თვარა მას ერთ კვირაში შეეძლო მაგათი სისხლი დაეყვარა. არა ხალხნო, არ დაიჯეროთ. თუ ვინმე აქ ოპოზიციის მომხრე ხართ, არ დაიჯეროთ. პირდებით ხალხნო. იცოდეთ ხალხნო. ამას არავინ არ აპატიებს. თქვენ დაღუპულო დედებო. არა ხარ დაღუპულები, მაგრამ ერთად ვიბრძოლოთ. გვერდში მოგიდგებით ყველა დედები. უნიჭერესი ხარ შვილო. ხელი ესკაფე შენზე ლოცვი. რამოდენიმე თვე იმუშავე ქუთაისის ესკაფეში და განშიფრებულია შენი ნიჭით ხალხი. ეს რა გაგიკეთე შვილო? ისი ბინძური ტყვია მოგხვდა დედა. ვინ გაგიხრიდა? შენი ტვინი, შენი უნიკალურად ნიჭერი ტვინი. არ ვაპატივოთ არავითარ შემთხვევაში. დავიხოცოთ ამათვის დავიხოცოთ.